ის და თქვენ ეს იცით ძალიან კარგად, არასოდეს არ ხონდა ჩემთან შეხვედრის პრობლემა. ეხლა რათი ვერ მოვახერხეთ რომ ღარიბაშვილის დონის გავხდეთ რომ 9 საათი დაგველაპარაკოს და თუნდაც გვითხრას რომ ქალბატონო მე არ გეთანხმებით. ეს წინადადებები არ არის ჩვენთვის საინტერესო. კი ბატონო, მე დავრჩები ჩემს აზრზე, მაგრამ მეცოდინება რომ ვიღაცა დაინტერესდა შესაძლებლობით რომ ქვეყანას რაღაცა ეშოოს. ძალიან მნიშვნელოვან რაიმეს ამბობთ ეხლა და რეკომენდაციას. ესე პოლიტიკური ძალებმა უნდა იცოდნენ რომ ისეთი საკითხები როგორიც არის მაგალითად რუსეთის ეს კი არ იყოს იარლიკების მიკერება, არამედ იყოს დიალოგის თემა. დაუშვათ როგორ წარმოგიდგენია თქვენ არის რაღაც საიდუმლო რაღაცა ფონი არის, მაგრამ როგორ წარმოგიდგენია თქვენ ამ საკითხის გადაწყვეტა, როგორ წარმომიდგენია მე ამ საკითხის და მე-3-ეს, მე-4-ეს, მე-5-ეს საზოგადოება დიალოგის გარეშე. ნორმალური ხელისუფლება თუნდაც არსებობას ბურჯანაძის ამ პოზიციისას გამოიყენებდა სახელმწიფო ინტერესებისთვის. ეხლა ნუღა მათქმევინებ თქვენ ძალიან კარგად მიხვდით რა ვიგულისხმე. თუნდაც სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობაში გამოიყენებდა რომ არსებობს ქვეყანაში პოლიტიკური ძალა რომელიც რაღაცეებს სხვაგვარად ხედავს. მაგრამ ამის უნარი ეხა რო კონდეს ამ ხელისუფლებას, მაშინ ჩვენ დღეს სხვა მდგომარეობაში ვიქნებით. არის ერთი ასეთი სტუდენტური შეკითხვა რომელიც ასეთ სვამს მაგალითად საკითხს და მე მაინც უნდა მოვიტანო თქვენთან ამ აუდიტორიაში, იმიტომ ახალგაზრდების შეკითხვა, რომლებსაც ეს ყველაფერი დაყვანილი აქვთ, მაგალითად ასეთ თემას საერთოდ არ მინდოდა, მაგრამ გამახსენდა ეხლა და უნდა ვთქვა, რომ დაყვანილი აქვთ. კარგია, როდესაც ქალბატონი ბურჯანაძე მიბრძანდება რუსეთში, კარგია ეს საქართველოსათვის და ეს სწორედ იმის გამოხატულებაა, რომ თქვენ რო ჩამობრძანდით დიალოგი არ გაიმართა, სად ბრძანდებოდით, რატო იყავით, თქვენი მიმართულება როგორია, ჩვენს ემთხვევა თუ არა, ალბათ ამან ასეთი ტალღისებურად სადღაც ჩავიდა ხო ახალგაზრდობამდე. რა უნდა უთხრათ ახალგაზრდებს? ესე იგი, ცუდი არის არა იქ ჩასვლა და საუბარი და ამბის გაგება, არამედ ამის დიალოგის შექმნა, ხო? არა, იცით რა შეა საქმე, ბატონო მიხეილ, ხა სამწუხაროდ, ძალიან ცდილობს ჩვენი ტელევიზიები და ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური ელიტაც, რომ მოსახლეობას არ მისცეს, ესე ვთქვათ, შესაძლებლობა ანალიზის გაკეთების. აი ძალიან მარტივად შეიძლება ხა დღევანდელი საინფორმაციო საშუალებების ყურებით, მით უმეტეს ახლა ახალგაზრდებს განსხვავებით წინათაობის წარმომადგენლებისაგან არ აქვთ შეზღუდვა, ხო, მარტო თქვათ ქართული და რუსული საინფორმაციო საშუალებების ყურება კი არა, შეუძლიათ დაუშვათ უყურონ უცხო ენაზე, ხო, იგივე ინგლისურენოვან გადაცემებს. მე ურჩევდი უბრალოდ ყველა ახალგაზრდას, ვისაც აქვს კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, ჩვენ რუსეთს უნდა დაველაპარაკოთ თუ არა, თუნდაც გუშინდელი და დღევანდელი განვითარებული მოვლენების მცირე, ესე ვთქვათ, დაიჯესტი წაიკითხონ ან ნახონ უცხოური. ნუ ნახავენ ნურც ქართულ მედიას, ნურც დაუშვათ ვესტის და რუსულ მედიას, მაგრამ ნახონ დაუშვათ BBC, CNN-ი, რა ხდება, ესე იგი პრაქტიკულად რამოდენა მოთამაშია რუსეთი მსოფლიოში, როგორ მოახერხა რუსეთის ხელისუფლებამ ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ბატონი კერი დღეს გამოდის და დააქციეს სირია ასადის ჯინაზე და ესე ვთქვათ, ისლამურ სახელმწიფოს აღარ ებრძოდნენ, ოღონდ ასადი ჩამოეგდოთ, დღეს იძულებული გახდნენ, გაეკეთებინათ განცხადება, რომ პუტინის და ობამას შეხვედრის შემდეგ მათ შეიცვალეს აზრი და დღეს აღარ ითხოვენ ასადის გადადგომას. ანუ იმდენად დიდია რუსული გავლენა და რუსეთის გავლენა მსოფლიო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რომ პატარა საქართველოს გააკეთოს ამის იგნორირება, ეს არის თვითმკვლელობა უბრალოდ. როცა ობამა არ აძლევს თავის თავს, ეხლა მართლა არ მინდა ხოლმე რაღაცები რომ თქვა, მაგრამ რომელიღაცა ღონისძიება იყო, ეხლა ამომივარდა თავიდან, სადაც ერთ მაგიდასთან, ერთ სუფრასთან ორი სკამის გამოტოვებით აღმოჩნდნენ ერთმანეთის გვერდიგვერდ პუტინი და ირაკლი ღარიბაშვილი. და მთელი საქართველოს ლამის, მთელი არა კიდევ კარგი, მაგრამ ნაწილი იძახდა, რომ აი ყოჩა ღარიბაშვილმა ხელი არ ჩამოართვა პუტინს და ზურგი შეაქციაო. შედალოცვილო ობამა არ აძლევს თავის თავს იმის უფლებას, რომ ჩავიდა პუტინი ამერიკაში, არ იყო დაგეგმილი მათი შეხვედრა წინასწარ და გამოცხადებული, კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, არ მიცა ობამამ თავის თავს იმის უფლება, რომ ისე წამოსულიყო პუტინი იქედან, რომ არ მიეწვია და არ დალაპარაკებოდა და 40 წუთის მაგივრად, საათი და 40 წუთი ილაპარაკეს და კი ბატონო, თუ რამე იცით ქართველებმა, რა იარაღი გვაქვს ასეთი, რა მექანიზმი გვაქვს, რა შელოცვა ვიცით ასეთი, ბატონო
მიხეილ რომ ობამას ეშინია და ობამა უკეთებს რაღაცეებს, ესე ვთქვათ, უწევს ანგარიშს და ჩვენ არ უწევთ. მითხარით და დაუშვიდები, არ არის პრობლემა, გვაქვს დიალოგი სამწუხაროდ. მე არა მაქვს იმის საშუალება, თორემ აი წამყვანი პოლიტიკური ლიდერები ვიმბრძანდებით პარლამენტში თქვენ კიდევ სხვები ხომ ალბათ მოვითხოვდი საზოგადოებრივი აზრის რომ ერთი კითხვებს ჩამოვწერთ ჩვენ და თითოეულ კითხვას გასცეს ყველამ პასუხი. ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ ბატონო მიხეილ. თქვენ პარლამენტში ბრძანდებოდით მაშინ როცა მე პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი. გახსოვთ თქვენ როგორ მაკრიტიკებდნენ მე დღესაც არიან ხელისუფლებაში ის პარტიები რომლებიც მაშინა ძალიან აქტიურად მაკრიტიკებდნენ. თუ გახსოვთ ერთი შემთხვევა რომ არ ყოფილიყოს დაუშვათ ან იგნორირებული ყოფილიყოს რომელიმე პოლიტიკური ლიდერის თხოვნა შეხვედრაზე ან რამდენჯერ იყო ისეთი შემთხვევა როდესაც მე ვკრებდი არა მარტო საპარლამენტო არამედ არასაპარლამენტო ოპოზიციასაც მიუხედავად იმისა რომ ეხა დიდი ავტორიტეტით მაშინდელი არასაპარლამენტო ოპოზიცია არსებობს ეს მე არ მახსენდება და ისტორიულად მახსენდება ერთი რომ იყო იმ გადასაფარებელზე საუბარი. უნდა ყოფილიყო გადასაფარებელზე, მაგრამ დღეს საუბრობენ რომ გადასაფარებელი ნეტა კი არა საერთოდ არ უნდა გაეჩერებინათ მე მგონი ის სიტუაცია, მაგრამ მე ძალიან ბევრ ამას ბოლომდე არ ვამბობ, ბატონო მიხეილ, არც უნდა ყოფილიყო იმ გადასაფარებელზე. მაგრამ არის ასეთი საკითხი, ჩვენ მივადექით ისეთ შიგნით რომ კიდევ არ შეგვეშალოს, კიდევ რაღაცა არ მოხდეს. ჩვენ არჩევნებთან მივდივართ ისევ მომზადებელი, ისევ არ ვიცით რა სისტემა არსებობს. არჩევნებში გვინდა შეიძლება მონაწილეობა მიიღოს მარტო ფართო მასამ ვიღაცებს ადამიანებმა ვერ გეგმავთ ჩვენ რა არჩევნები იქნება რა სიტუაციაა ეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და როგორაა თქვენი აზრი რას გულისხმობთ პარტიის შიგნით შემუშავებული გაქვთ უკვე პოზიცია თუ უბრალოდ დამოკიდებულება გაქვთ ჯერ და მუშაობთ ამ საკითხებზე საარჩევნო სისტემასთან ეგრეთ წოდებული მაჟორიტარების რაღაცა დაჯგუფებასთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებით ჩვენ კი ვმუშაობთ ბატონო მიხეილ მაგრამ თქვენ ძალიან კარგად იცით რომ მიუხედავად დაპირებებისა ქართულმა ოცნებამ არც ერთი დანაპირების არჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ისევე როგორც სხვა დანაპირებებიც არ შეასრულა და დღეს ახლა დავანებოთ თავი კარგია ცუდია ეს სისტემა უბრალოდ ფაქტის კონსტატირება ავიღოთ ხო დღეს პრაქტიკულად დარჩა უკვე რჩება წელიწადზე ნაკლები ნუ ან დაუშვა წელიწადი არჩევნებამდე ხო არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ გარდა ქართული ოცნებისა დღეს არ იცის რა სისტემით და რა პრინციპით წავა არჩევნები ანუ თუნდაც იგივე მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით ხო ჩვენ მაგალითად არ ვიცით დღეს უნდა შევარჩიოთ ზუგდიდისთვის სენაკისთვის ვთქვათ მარტვილისთვის სხვადასხვა სადეპუტატო კანდიდატები თუ რომელიმე ამ ორ რაიონს ან სამ რაიონს ეყოლება ერთი კანდიდატი ჩვენ არ ვიცით მაგალითად მცხეთა მთიანეთში როგორ უნდა ჩავატაროთ არჩევნები უნდა ვეძებოთ დუშეთში ცალკე კანდიდატი მცხეთაში ცალკე კანდიდატი თუ როგორ მოვიქცეთ თუ ერთიანი კანდიდატი იქნება ხო ანუ ეს ერთადერთი ვინც იცის ეს არის ქართული ოცნება ეს უკვე უსამართლობა არის როდესაც შენ ერთი წლით ადრე არჩევნებამდე არ იცი რა პრინციპის და რა სისტემის მიხედვით უნდა წახვიდე არჩევნებზე. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თქვათ საარჩევნო სიები კვლავ ასე ვთქვათ მოუწესრიგებელია და თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ კატასტროფული მდგომარეობაა საარჩევნო სიებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი გვპირდებოდა, რომ თუ ბიუჯეტის სახსრები არ იქნებოდა, თვითონ დააფინანსებდა საარჩევნო სისტემის და სიების გასუფთავების საკითხს, ანუ პრაქტიკულად ყველა მექანიზმი ხელში დაიტოვა ხელისუფლებამ კვლავ არჩევნებით მანიპულირების და აი ქალბატონმა როდესაც კითხვა დასვა ქალბატონ ინაშვილთან დაკავშირებით რატომ არ უჭერთ ხარს და რატომ გამოაცხადეთ ბოიკოტი მე კიდე ასე დავსვამდი კითხვას მე პირიქით ქალბატონ ინაშვილს უთქვამს რომ გული მწყდებაო რომ ბურჯანაძემ და მისმა პარტიამ არ დამიჭირა მხარი ამ არჩევნებზეო მე კიდე ვიტყოდი რომ მე მწყდება ძალიან გული რომ ქალბატონმა ინაშვილმა და მისმა პარტიამ არ დაუჭირა მხარი ჩვენს ინიციატივას ბოიკოტთან დაკავშირებით იმიტომ რომ მე ხა პიროვნულად ქალბატონ ირმას მართლა ძალიან დიდ პატივს ვცემ ძალიან ბევრი აქვს ნაბრძოლი ამ წლების განმავლობაში და ჩვენ ადამიანურად ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ არასოდეს ესე ვთქვათ, რაღაც ზღვარს ამ პოლიტიკაში და ეჭვიც არ მეპარება, რომ ის ესე ვთქვათ, ნაციონალების წინააღმდეგ ძალიან ხმალამოღებული იქნება პარლამენტში, მაგრამ მე მოდით ესე დავსვათ ქალბატონო საკითხი, ვერც ქალბატონი ინაშვილი მარტო პარლამენტში და ვერც თუნდაც 2-3 კაცი დღეს პარლამენტში რეალობას ვერ შეცვლის. ქალბატონი ირმას თუნდაც პარლამენტში მოხვედრა, კარგი იქნება მისთვის პიროვნულად, კარგი იქნება მისი პარტიისთვის
და მოდით ესე ვთქვათ, გულს მოფხანს იმ ადამიანებს, ვისაც უნდა რომ პარლამენტში ნაციონალების მიმართ გაიგონოს ის სიტყვები, რასაც ისინი იმსახურებენ. და არა თქვენი და ქალბატონ ირმას პიროვნული დამოკიდებულების, ხო? არა, ხო, რა თქმა უნდა. და გარდა ამისა, ბატონო მიხეილ, ანუ რეალურად მისი პარლამენტში შესვლა რეალურად ვერაფერს ვერ შეცვლის, მაგრამ რომ გამოეცხადებინა ქალბატონ ირმას და მის პარტიას ყველა დანარჩენ პარტიასთან ერთად ბოიკოტი, ხელისუფლება რჩებოდა მარტო ამ არჩევნების დროს, ანუ ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა დემოკრატიული პირობითად დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში, როდესაც სახელისუფლებო პარტია აღმოჩნდებოდა კომპარტიის როლში, როცა ის იქნებოდა ერთადერთი პარტია, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას და ეს იქნებოდა მისთვის დამანგრეველი საერთაშორისო არენაზე და იძულებული გახდებოდა ხელისუფლება, რომ რაღაცა დათმობებზე საარჩევნო ესე ვთქვათ, კამპანიის დროს წამოსულიყო. ეხლა მე ნამდვილად პირდაპირი პარალელი არ მინდა გავავლო, მაგრამ მე როცა ვიყავი ხელისუფლებაში, მე ვიცი ძალიან კარგად ხელისუფლება როგორ მუშაობდა, როგორც კი ბოიკოტის ესე ვთქვათ, საფრთხე წარმოიშობოდა, ბატონო მიხეილ, იმ წუთში ხელისუფლება იწყებდა გამალებულ მუშაობას, რომ რომელიმე ერთი პარტია როგორმე ესე ვთქვათ წამოეყვანა არჩევნებზე, რომ მარტო არ დარჩენილიყო. ხა მე ნამდვილად არ მინდა ვთქვა, რომ ეს შეგნებულად იყო ვთქვათ გაკეთებული პატრიოტთა ალიანსის მხრიდან, მაგრამ ნებსი თუ უნებლიეთ მათ გამოუვიდათ ესე, რომ ესე ვთქვათ მათმა მოქმედებებმა ახლა ხელისუფლების წისქვილზე დაასხა. მათ აქვს მისი გზა, მისი არგუმენტები, თქვენ გაქვთ თქვენი გზა, თქვენი არგუმენტები, კარგია თუ ეს არგუმენტები და გზები ერთმანეთს დაემთხვევა, იმიტომ რომ გენდერული ბალანსი ჩვენ პოლიტიკაში ძალიან გვჭირდება და როგორც ამბობენ, რომ ქალები დემოგრაფიულად მეტია საზოგადოებაში და ერთი რამ უშლით, ქალები რომ ქალებს უჭერდნენ მხარს, ქალები იქნებოდნენ უმრავლესობა პოლიტიკაში და ვიფიქრობ, რომ საქართველოს შეიძლება ეს დავძლიოთ, მაგრამ ელოდებით თუ არა არჩევნებს რო იქნება ის სამართლიანი საბოლოოდ, როდესაც ქვეყანამ ჩაიბარა ხელისუფლება 4 მილიონი ნახევარი კაცი და არჩევნები დაამთავრა 750.000 კაცით ნაკლებმა. არა, რა თქმა უნდა, ბატონო მიხეილ, მე როდესაც დავსვი საკითხი საარჩევნო სიებთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს საარჩევნო სიებში არის 3.200.000 ამომრჩეველი. ეს არის წარმოუდგენელი ციფრი, ხა ნებისმიერი ადამიანი რომ გააჩერო ქუჩაში და კითხო, რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოსშიო, გეტყვის, მაქსიმუმი შეიძლება გითხრა 3 მილიონი ციფრი და ხა გამოდის ამ სიების მიხედვით, რომ აღარ ჩვილი ბავშვი ყოფილა, აღარ სკოლის მოსწავლე ყოფილა ამ ქვეყანაში, ყველა არის ამომრჩეველი. ეს რა თქმა უნდა, ნიშანი კვლავ რჩება. კითხვის ნიშანი, ხა რა თუნდა ლაპარაკი, დღეს ვინც არის ხელისუფლებაში, ყველა ის პარტია ამბობდა, რომ თუ ამ კანონით და ამ საარჩევნო გარემოთ ჩატარდება არჩევნები, ეს არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლებაო და ამ სისტემით და ამ არჩევნებით და ამ კანონით ჩაატარეს საპრეზიდენტო არჩევნები, ამ კანონებით და ამ გარემოთი ჩაატარეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ასევე ატარებენ საპარლამენტო არჩევნებს. სამწუხაროდ, აქ უნდა გავაკეთოთ ჩვენ ხაბი, ანუ გარდამავალის შემდეგი მსჯელობისათვის, მე მინდა ვისარგებლო იმით, რომ ამ შენობაში ახლა ორი პოლიტიკოსი აქტიური ქალბატონი ირმა ერთი სართულით ზემოთ თქვენ ჩვენ ირმას სტუმრები ვარ დღეს, მადლობა ამისათვის მას, მადლობა თქვენ მობრძანებისათვის, მადლობა ტელემაყურებელს, რადიო მსმენელს, რომ გვისმენდა ჩვენ ეკონომიკა და პოლიტიკა, მიხეილ ჯიბუს და ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს სტუმრობისათვის დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ.